რომას საუყვარდეს მამაი, ანუ დედაი, უფრო იჩემსა. არ არის იგი ჩემდა ღირს და რომას საუყვარდეს ძე, ანუ ასული, უფრო იჩემსა. არ არის იგი ჩემდა ღირს. რას აღნიშნავს უფლის ეს სიტყვები, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ სიტყვებს? ეს არის მოწოდება ჩემო ძვირფასო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი ოჯახი უარყოს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოიძულოს თავისი შვილი, თავისი მეუღლე, თავისი მშობელი, თავისი ოჯახი. ირიქით ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და სწორედ უფალი გვასწავლის სწორ სიყვარულს. თუ კი გავიაზრებთ, დავინახავთ იმას, რომ უფალზე მეტად არავინ არ უნდა გვიყვარდეს. ანუ თუ შენ შეძელი უფლის სწორი სიყვარული, მაშინ შენ შეძლებ მშობლის სწორ სიყვარულსაც, შენი დედმამიშვილის სწორ სიყვარულს, შენი ნებისმიერი ოჯახის წევრის, ნებისმიერი მოყვასის, მეგობრის, ახლობლის, მაგრამ ნებისმიერი სიყვარული ისწავლება უფლის სიყვარულისგან. ნუ ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ უფლის სწორი სიყვარულით დავინახოთ ჭეშმარიტი სიყვარული და ასე შევიყვაროთ ჩვენი ოჯახის წევრები. თორე თუ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს, ამიჯერე ვერც ერთმანეთს შევიყვარებთ, ვერც საკუთარ მშობელს შევიყვარებთ, ისე როგორც ვალდებულნი ვართ რომ შევიყვაროთ. ვერც საკუთარ შვილებს ვერ შევიყვარებთ, ისე როგორც ვალდებულნი ვართ ჩვენ შევიყვაროთ.